გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. როგორ შეაფასეს კვარაცხელიას დებიუტი საფრანგეთში? ხვიჩას კონკურენცია ბარკოლასთან და გაბრაზებული დე ლაურენტისი. 7 გოლი მამარდას კარში და განგაში ლივერპულში. სულიკო დავითაშვილის ვრცელი ინტერვიუ. სანამ ამ ინფორმაციებზე გადავალთ, თხოვნაა დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ახალი ხართ, თხოვნა არ დაიზარო არხის გამოწერა და ერთად განვავითაროთ ქართულ YouTube-ში სპორტული მიმდინარეობა. მადლობა მეგობარო, თუ ეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. კვარაცხელიას ოცნება აქ თამაში იყო. სურიკოს ვრცელი ინტერვიუ და ხვიჩას პასუხი. როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ში სამა ქართველმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. ამ და სხვა საკითხებზე კი ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა ეკიპს სულიკო დავითაშვილი ესაუბრა, სადაც ქართველი ფეხბურთელი საკმაოდ საინტერესო საკითხებს შეეხო. კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში გადასვლა ჩემთვის სურპრიზი არ ყოფილა, რადგან ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. მე ვიცოდი, რომ პარიზში მიდიოდა. კვარაცხელია ნამდვილი პროფესიონალია და თავისი საქმე უყვარს. ხვიჩა დიდ ენერგიას ხარჯავს. ის არის ადამიანი, რომელიც ბერს ვარჯიშობს და საკუთარ თავზე მუშაობს. მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ორივე ფეხით თამაშია. ჩემი აზრით, ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა გარემარბია. მას ბევრი რამ აქვს საერთო იმასთან, რაც ნაპოლიმ ბოლო წლებში გააკეთა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის სერიაში წარმატებას მიაღწევდა. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა ლიგა 1-ში მიაღწევს წარმატებას. ის აქ თამაში ოცნებობდა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ადაპტაციის პრობლემა არ შეექმნება. როგორც ადამიანს, მას ძალიან სასიამოვნო ხასიათი აქვს და თბილია. შვებულებას ყოველთვის ერთად ვატარებთ. განსაკუთრებით კი გვიყვარს FIFA-ს თამაში და სულ ვუგებ. ხანდახან ის მიგებს, მაგრამ უფრო ხშირად მე. ჩვენი გუნდების დაპირისპირება, მის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებ. შეიძლება ცხოვრებაში ახლოს ვიყოთ, მაგრამ მოედანზე გასვლისას ამას განზე ვტოვებთ. ყველა თავისი გუნდისთვის თამაშობს. ასეთი გამოცდილება უკვე გვაქვს, როდესაც მე ტულაში ვთამაშობდი, ის კი რუბინში. ახლა კი კარგი შანსი გვაქვს, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ საფრანგეთში ვითამაშოთ. განაცხადა დავითაშვილმა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ზურიკოს ამ კომენტარს ხვიჩაც გამოეხმაურა, რომელმაც ყურადღება მეტწილად FIFA-ს თამაში გაამახვილა და ქართველ ფეხბურთელს ხუმრობით უპასუხა. ზურიკოსთან 1-0 მაქვს, მე მგონი იქ რუსეთში რო ვიყავით, მაშინ მოვუგე 1 და ისიც რომ FIFA-ში თქვა რომ რაღაც ვუგებო და რაღაცები ეგეც წავიკითხე და აი ეგეთი აბსურდი ჯერ არ მომისმენია მისგან და ჯობია რომ სიმართლე ილაპარაკოს და არავინ ასე ვთქვათ არ შეიყვანოს შეცდომაში. თითქმის ყველა ჩვენმა ახლობელმა იცის ვინ არის FIFA-ში უკეთესი და ვფიქრობ რომ ჯობია სწორი რაღაცები ილაპარაკოს ჩვენმა ზურიკოს. 7 გოლი მამარდაშვილის კარში. პანიკის საფუძველი ლივერპულს და ფანების შეფასება. ესპანეთის ლა ლიგის 21 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ბარსას შეხვდა და 1-7 განადგურდა. ქართველი მეკარის მიერ გაშვებულ 7 გოლს კი ბრიტანულ პრესაშიც გამოეხმაურნენ და ექსპრესმა განაცხადა, რომ ლივერპულს, რომელსაც გიორგი ნაყიდი ყავს, პანიკის საფუძველი აქვს. კერძოდ ამ გამოცემაში დეტალურად შემდეგი კომენტარი კეთდება. ლივერპულის სკაუტები ამ შეხვედრასო დასწრებოდნენ, შეიძლებოდა ზოგიერთი პანიკაში ჩავარდნილიყო. მერსესაიდელებს მამარდაშვილის ტრანსფერი უკვე შეთანხმებული აქვთ, მაგრამ 24 წლის მეკარეს რთული პერიოდი უდგას და გასულ უქმეებზე 7 ბურთი მიიღო. ვალენსიას კაპიტულაცია მხოლოდ მამარდაშვილის ბრალი არ ყოფილა, მაგრამ ქართველ გოლკიპერს ამ მაჩის მიმოხილვის ნახვა არასდროს მოუნდება. მამარდაშვილს კი ლა ლიგაში სეივების ყველაზე სუდი პროცენტი აქვს, რადგან მან 17 შეხვედრაში 30 გოლი გაუშვა. თუმცა წარესიმართლე ისაა, რომ მამარდაშვილი რომ არა, კატალონიური კლუბი 10 გოლზე თავისუფლად ავიდოდა. მისთვის კი შვების მომღრელი ის ფაქტია, რომ ესტალიაზე დიდხანს გაჩერება არ მოუწევს, წერს ბრიტანული გამოცემა. თუმცა სიმართლე ერთია, ვალენსიას საშინელი შემადგენლობა და დაცვა ჰყავს. ხოლო ვინ შეხვედრას უყურა, დაინახავდა, რომ იმ შეხვედრაში არც ერთი გოლი გიორგის ბრალი არ ყოფილა. ყველა მომენტში მამარდა უბრალოდ უშანსოდ იყო. ამ პოზიციას კი ვალენსიას ქომაგებიც იზიარებენ, რომლებიც სოციალურ ქსელში შემდეგი სახის კომენტარებს წერენ. მამარდაშვილი უბრალოდ შემეცოდა. მარტო ის არ იმსახურებდა 7 გოლის გაშვებას. ძალიან სუდი თამაშია ჩვენა გუნდმა. დაცვაში კატასტროფა იყო. გუნდი კრიზისშია. დიდი ცვლილებები გვჭირდება, თორემ ასე ლა ლიგაურში გავარდებით. წერენ ვალენსიას ქომაგები. როგორ შეაფასეს კვარაცხელიას დებიუტი საფრანგეთში? ხვიჩას კონკურენცია ბარკოლასთან და გაბრაზებული დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე. როგორც მოგეხსენებათ, კვარაცხელია 25 იანვარს PSG-ს მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელი კი შედეგიანი ქმედებითაც გამოირჩა. კერძოდ შეხვედრის 47 წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოსთან თავისი ჯადოსნური მოძრაობებით რამდენიმე მეტოქე მოატყუა და პასი დემბელეს მისცა, რომელსაც რეიმსის კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ ფრანგულმა მედიამ ხვიჩას თამაში საკმაოდ პოზიტიურად შეაფასა. კერძოდ ერთ-ერთი ფრანგული გამოცემა France Blue შემდეგ კომენტარს აკეთებს. კვარაცხელიასგან საინტერესო განზრახვები დავინახეთ. მან სადა გუნდში ინტეგრაცია მოეხდინა და რამუშთან, დემბელესთან და ნუნუ მენდესთან კომბინირებდა. თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა. ზოგჯერ ცდილობდა ინდივიდუალური გამოსავალი ეპოვა და დრიბლინგის შემდეგ დაეტყა, რაც აჩვენებს, რომ მას პარკ დე პრანსის არ შეშინებია. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია დემბელეს გოლი და მისი ასისტი. მას ყველაზე რთული გადაცემა არ გაუკეთებია
უცნობია, მაგრამ გვაჩვენა, რომ იცის პატარა სივრცეებში, როცა საფიქრელად ძალიან ცოტა დრო გაქვს, სწორი გადაწყვეტილება როგორ მიიღოს. ბუნებრივია იდეალურობისგან შორსა და დავინახეთ, რომ პოზიციის შერშევის კუთხით ჯერ უჭირს. თუმცა დროსთან ერთად ესეც მოვა. 10 დღეა რაც გუნდთან ერთად იმყოფება და მხოლოდ კონკრეტული ვარჯიშები და გახურებები გაიარა. კვარაცხელია მარცხენა გარემარბია, მაგრამ ლუის ენრიკეს ფორმაციის გუნდში სხვა პოზიციების დაკავება შეიძლება. რეიმსთან მაჩის ბოლოს, როცა ბარკოლა შემოვიდა, კვარაცხელია პლეიმეიკერი გახდა. ბარკოლა და დეუკი მის გვერდით მოქმედებდნენ. იყო მომენტი, როცა თანაგუნდელებს პოზიციაც გაუცვალა, რაც ადასტურებს, რომ მასთან ერთად პარი სენ-ჟერმენი არაპროგნოზირებადი გუნდია. შაბათს გამართულმა მატჩმა კი მოგვანდომა, რომ ლიგა 1-ის მომდევნო ტური სწრაფად მოვიდეს, რათა უფრო დახვეწილი მექანიზმი ვნახოთ. წერს ფრანგული გამოცემა. ყველაზე სასიხარულო ფაქტი კი არის ის, რომ სოციალურ ქსელში PSG-ს ხომაგები ხუჭას დამატებით ძალიან ბედნიერები არიან და მის დებიუტს შემდეგი კომენტარებით აფასებენ. სხვა პოზიციაზე ვიყიდეთ და თურმე ეს ვინ ყოფილა. სრულცხრიანზეც გენიალურად ითამაშა. თითქოს რობერტო ბაჯოს რეინკარნაციას ვუყურებთ. ხუჭა მაგარი ბიჭი ხარ. კვარაცხელიამ PSG-ში ახალი სისხლი შემოიტანა. ჯერა ამ ბიჭის. წერენ ფრანგული კლუბის ხომაგების სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია შესახებ თავად PSG-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმაც ისაუბრა, რომელმაც Sky Italia-სთან ინტერვიუში ხუჭას ტრანსფერის შემდეგი სიტყვებით შეაფასა. ის ფანტასტიკურია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტრანსფერის შემდეგ უფრო ძლიერები ვიქნებით, მაგრამ ჩვენთან ვარსკვლავი გუნდია და ის მისი ნაწილი იქნება. ხოლო რა გეგმა აქვს ლუის ენრიკეს და რა პოზიცია უკავია კვარაცხელიას მთავარ კონკურენტს ბარკოლას, ამასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ ფრანგული გამოცემა ეკიპი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ბრედლი ბარკოლა ქართველის ტრანსფერით გაკვირვებული და ცოტათი გაბრაზებულიც კი არის. როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა იუწყება, ფეხბურთელს არ მოეწონა კლუბის გადაწყვეტილება, რადგან მას მოუყვანეს ისეთი კონკურენტი, რომელმაც დიდი შანსია, რომ სათამაშო დროს აგრძნობლად შეუმციროს. მას კი იმედი ჰქონდა, რომ მომავალი მის გარშემო აიწყებოდა და ფრანგული კლუბის ლიდერი იქნებოდა. მე კი შეგახსენებთ, რომ PSG-ში ირიცხება კიდევ ერთი მარცხენა ვინგერი, კერძოდ დეზირე დუე, რომელიც ასევე კონკურენციაში იქნება ბარკოლა კვარაცხელიას დუოსთან. რაც შეეხება კვარაცხელიასა და ნაპოლის, ნაპოლიში ქართველ ფეხბურთელზე საუბარი არ წყდება. როგორც მოგეხსენება, სერიას მორიგ ტურში ნაპოლიმ ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. შეხვედრის წინ კი ქართველის შესახებ ნაპოლის თავკაცმა ანტონიო კონტემ კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ქართველის გარემოცვით განაწყენებულია, რადგან ხუჭას აგენტები და გარემოცვა PSG-სთან მოლაპარაკებებს გარკვეული დროის განმავლობაში აწარმოებდნენ, რაც ლამაზი არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ კონტე მას წარმატებებით უსურვა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბს არ ივიწყებს. კერძოდ მას შემდეგ, რაც ნაპოლიმ იუვენტუსი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და გამარჯვების გოლი ლუკაკუმ გაიტანა, ქართველმა ბელგიელ ფეხბურთელს საკმაოდ ორიგინალური კომენტარი დაუწერა, რაზეც ლუკაკუმ შემდეგი კომენტარით უპასუხა: ჯადოქარო, მომენატრე ძმაო. როგორც ჩანს, კვარაცხელიას ნაპოლიში ვერ ივიწყებენ, მაგრამ რას ვიზავთ, ნაპოლის პრეზიდენტს აკმარისით რო ქონდა, რათა ქართველი ფეხბურთელის ამაგი დაეფასებინა და მინიმუმ სეზონის ბოლომდე შეენარჩუნებინა. თუმცა როგორც ჩანს, დელაურენტისმა ეს არ ისურვა და მეტიც, არია ნაპოლის ინფორმაციით, დელაურენტისი კვარაცხელიას ტრანსფერით გაბრაზებული და იმედგაცრუებულია, რადგან კინოპროდიუსერი კვარაცხელიას ტრანსფერიდან უფრო მეტი თანხის მიღებას გეგმავდა. აღნიშნული გარიგების გამო კი ის ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. ნაპოლის პრეზიდენტი მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას არ ელოდა და მიაჩნდა, რომ ხუჭას მინიმუმ სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებდა, მაგრამ PSG-ს აქტიურობა მას გეგმები შეუსვალა და დათმობაზე წასვლა მოუწია. სწორედ ამის გამო კი ის ხუჭაზე და ხუჭას გარემოცვაზე განაწყენებულია. რატომ ტოვებს მიქაუტაძის დიდი ძმა ლიონს? ბარსა სუარი და ნეიმარის მომავალი კლუბი. რატომ მიიღო ლაპორტამ ბარსაში უმკაცრესი წესები? ვიდეოს საინტერესო ინფორმაციებით ვაგრძელებთ, ამიტომ არ დაიზარო ვიდეოს მოწონება. მე კი შემდეგ ვიდეოზე მუშაობა ძალიან მალე დავიწყებ. ბარსა სუარი და ნეიმარის მომავალი კლუბი. რა ხდება ბრაზილიელი ფეხბურთელის თავს? ალ-ჰილალის ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი სანტოში დაბრუნდება. ამის შესახებ კი ფრანგული გამოცემა ეკიპი წერს. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები მხარეებს შორის თითქმის დასრულებულია და დიდი ალბათობით ნეიმარი მშობლიური კლუბის მაისურს ისევ მოირგებს. ასევე ეკიპის ინფორმაციით, ნეიმარი და მამამისი შეუერთდებიან საინვესტიციო ფონდს და სანტოსის მეწილეები გახდებიან. შესაბამისად, სწორედ ამ გზით აპირებს ბრაზილიური კლუბი ნეიმარისთვის უკეთესი ფინანსური პირობების შეთავაზებას და ალ-ჰილალთან შეთანხმების მიღწევას. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მაქამდე ნეიმარმა საკუთარი თავი კატალონიის ბარსელონას შესთავაზა, მაგრამ მან კლუბისგან მტკიცე უარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით ანსიფლიქს ბრაზილიელის იმედი არ აქვს, რადგან ბოლო პერიოდში ნეიმარი ხშირად ტრავმიანობს და ასევე მას დიდი სახელფასო მოთხოვნები აქვს. ამიტომ კლუბმა ამ ტრანსფერზე უარი თქვა და კატალონიური კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე რაშფორდის გაფორმება შეეცდება. გუნდთან ერთად ვარჯიშიც კი აიკრძალებათ. ლაპორტამ ბარსაში უმკაცრესი წესი მიიღო. ბარსას პრეზიდენტმა ჟუან ლაპორტამ გუნდში ფეხბურთელების მიმართ მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა.
საქმე კი ეხებათ მოთამაშეებს, რომელთა კონტრაქტის იწურება და მათ თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღება უწევთ. ხოლო ასეთი ფეხბურთელები, რომლებიც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვიან, სეზონის დარჩენილ ნაწილს სკამზე გაატარებენ. ინფორმაციას კი ამასთან დაკავშირებით ესპანური გამოცემა სპორტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ყველაზე პრობლემატური ფეხბურთელი ფრენკი დე იონგია, რომლის კონტრაქტის 2026 წლის ზაფხულში იწურება. ნიდერლანდელი ნახევარმცველი კი კლუბს ახალ კონტრაქტზე არ ესაუბრება. აღსანიშნავია, რომ დე იონგს ბარსაში ყველაზე მზარდი ანაზღაურება აქვს. კლუბში კი თვლიან, რომ დე იონგი არ არის იმ კალიბრის მოთამაშე, რომელსაც ასეთი კონტრაქტი უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, არსებობს დიდი შანსი, რომ უახლოეს მომავალში დე იონგი მკაცრად დასაჯონ. მიქაუტაძის დიდი ძმა ლიონს ტოვებს. გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი საიდ ბენრაჰმა ადგილსამყოფელს იცვლის. ფრანგული პრესის ინფორმაციით, ლიონის ფეხბურთელი ლიგა 1-ს ტოვებს და კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ფუტმერკატოს მიხედვით, ბენრაჰმა ნეომს შეუთანხმდა და კლუბს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს. ფრანგულ კლუბს კი ფინანსური პრობლემები აქვს და ეს ტრანსფერი მათ ძალიან დაეხმარებათ. ხოლო როგორც მოგეხსენებათ, მიქაუტაძეს ბენრაჰამსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და წარსულში მისთვის დიდი ძმას უწოდებია. ქართველი ფეხბურთელის თქმით, ალჟირელი მას ადაპტაციაში ძალიან დაეხმარა და პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც ხელი ძალიან შეუწყო. ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ მისი წასვლა გიორგიზე ცუდად არ აისახება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.